მოგესალმებით. გუშინ პროკურატურის მიერ დაკავებული იქნა ცნობილი ადვოკატი გიორგი ონიანი, რომელსაც მოგებული ჰქონდა ბაჩოახალაიას საქმეზე რამდენიმე პროცესი პროკურატურისათვის, მათ შორის კრიმინალი პროკურორის ფარცხალაძისათვის და აგრეთვე ეს არის ადამიანი, რომელიც კენჭისყრიდან მოახლოებულ თბილისის საკრებულოს არჩევნებში. ჩვენთვის რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ მისი თანამშრომლები, სხვადასხვა ადამიანები აქტიურად დაყავდათ პროკურატურაში, რათა მიეღწიათ გიორგი ონიანის საწინააღმდეგო ჩვენებებისათვის და დღეს იგეგმებოდა თვით გიორგი ონიანის ბრიფინგი ამ თემაზე. როგორც ჩანს, პროკურატურისათვის ცნობილი გახდა სატელეფონო საუბრების მოსმენის გზით ამის შესახებ და იგი გუშინ იქნა დაკავებული. დაკითხვის დროს, დაძაბული საუბრის დროს გიორგი ონიანს განუვითარდა გულის შეტევა. სასწრაფო დახმარების მანქანამ ვერ შეძლო დარეგულირება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ამიტომ ის იქნა გადაყვანილი ერთ-ერთ კლინიკაში და ამის შემდეგ განვითარდა ნამდვილი კრიმინალური დრამა. პოლიციის თანამშრომლები გამოედევნენ ამ მანქანას, გადაუდგნენ წინ, ჩამოსვეს უკანონოდ ადვოკატი, რომელიც იქ იმყოფებოდა და შეუცვალეს გეზი, წაიყვანეს სრულ სხვა მიმართულებით. ამ დროს სასწრაფო დახმარების მანქანაში მოხდა შეხლა-შემოხლა გიორგი ონიანსა და იქ მყოფ პოლიციის თანამშრომლებს შორის, მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორც ჩანს, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, ადგილობრივი ლიდერების დაპატიმრების შემდეგ ახლა უკვე დადგა ადვოკატების ჯერი და ხოლო საქართველოს გადაიქცა ტოტალიტარულ სახელმწიფოდ, სადაც მოქმედებს ერთადერთი კანონი, ხელისუფლების უკანონო სურვილების ასრულება და მათი ბოღმის, მათი შურისძიების ასრულება იმ გზით, რომ დაკავებულები იქნან სხვადასხვა სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანები. საქართველოს დღეს ემსგავსება რუსეთს, ვენესუელას, სხვა დიქტატორულ სახელმწიფოებს, სადაც უკვე აკავებენ ადვოკატებს, სადაც მათზე მიმდინარეობს ფიზიკური ზემოქმედება და ჩემთვის დღეს სრულიად ცხადი არის, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც აღარ აქვს არავითარი დამოკიდებულება კანონთან, არამედ ერთადერთი, რასაც განსაზღვრავს პოლიტიკურ ოპონენტებთან, ადვოკატებთან, ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების უკანონო ნების ასრულება. სრულიად ცხადი არის, რომ ბრალი, რომელიც ადვოკატ ონიანის წინააღმდეგ არის წაყენებული, არავითარ თანხმედრაში არ არის კანონის ნორმებთან, აქ საუბარი არის დაახლოებით 4 წლის წინანდელ შემთხვევაზე, თითქოს და უფლებამოსილების გადამეტებაზე. თვით ეს მუხლი უფლებამოსილების გადამეტება არის კლასიკური მუხლი, გამოყენებული იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკური ოპონენტების დევნას, მათ დაპატიმრებას და მათი საქმიანობის შეზღუდვას და ბლოკირებას. დიდი მადლობა.